3 მარტს ანუ დედის დღეს ახალციხელთა უმრავლესობა დედებსა და ქალბატონებს ყვავილების თაიგოს შუქნის. ამბობენ, რომ დღესასწაული გაზაფხულის მოსვლასთანაც ასოცირდება, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი დედისთვის სწორედ ყვავილებია. სპეციალურად ქალბატონების დღესასწაულისთვის ახალციხის ქუჩებში ყვავილების ეგრეთ წოდებული დახლებიც გაჩნდა. დედებისთვის საჩუქარს ყველა ასაკის მყიდველი ჰყავს. მე ავიღე ჩემი საყვარელებისთვის, ერთი ცოლისთვის, ერთი რძალისთვის. ამაზე გახარებული მე არასდროს არ ვიქრები. ძალიან მიხარია, რომ ასეთი დღე არსებობს საერთოდ. ვიყიდე დედაჩემის, დეიდაჩემისა და ჩემს დისთვის. სულ ყველას ვილოცავ ამ დღეს, განსაკუთრებით დედაჩემს და რა ვიცი, დღეს უნდა უყიდო ყვავილები და კიდე გილოცავთ მომავალ დედებსაც. დედის დღესთან დაკავშირებით საჩუქარი მიიღეს მელოგინე დედებმა. უნიმედის სამცხესა და კლინიკა იმედის სამშობიარო განყოფილებაში მყოფი დედები და მათი ჩვილები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიის წარმომადგენლებმა მოინახულეს და დღესასწაული მიულოცეს. ქალაქის მასშტაბით 3, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 2 მელოგინე დედა ბავშვის ჰიგიენური საშუალებებითა და ყვავილებით დასაჩუქრდნენ. ჩვენთვის ყველა დედის საჩუქარის პატარებია უკვე. ყველას ვილოცავთ დედის დღეს, მრავალსაესადან ჯანმრთელები და ბედნიერები ყოფილიყვნენ. მეორე შვილი არის. საჩუქარი გაგვიკეთა, 2-ში დაიბადა. ჩემი დამატების დღეც დღეს არის. ყველას ვილოცავ დედის დღეს. რა ვიცი, ყველა ასეთი ბედნიერი ყოფილებას. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასაჩუქრე პაკეტის ღირებულება 65 ლარით განისაზღვრა. მასში ბავშვის მოვლის ჰიგიენური საშუალებების ნაკრები და ყვავილები შედიოდა. მერიის წარმომადგენლებმა კი ახალციხეში მცხოვრებ მშობიარე დედებს ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად სუნამოებიც გადასცეს. თითოეული პაკეტისათვის 93 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, მერიის ინიციატივით 3 მარტს დაბადებული ჩვილებისთვის 150 ლარის სახით ბიუჯეტიდან ერთჯერადი თანხა გაიცემა. დღესვე ადიგენის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოზულ მშობიარე დედებს საჩუქარი თავად კლინიკა იმედმაც გაუკეთა. ჩვენ კლინიკაში ამჟამად ყავს 4 მელოგინე, რომელიც თავს თავის შვილიკოებთან ერთად კარგად გრძნობენ. მერიამ გადმოგვცა საჩუქრები, გადასცა მელოგინეებს, ასევე დავასაჩუქრეთ კლინიკა იმედის სახელით ჩვენი მელოგინეები. ქალაქ ახალციხის მერიის სოციალური პაკეტი ითვალისწინებს ზოგადად ახალშობილებს 100 ლარიან დახმარებას და ყოველ მეოთხე და შემდეგი შვილზე 200 ლარიან დახმარებას და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით დამატებით 3 მარტს დაბადებული ახალშობილებისათვის გვექნება 150 ლარიანი სასაჩუქრე დახმარება და თანადგომა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სამშობიარო განყოფილებაში. ტრადიციული ღონისძიება გვაქვს 3 მარტის მილოცვა ახალგაზრდა დედებისათვის. სხვათა შორის წინა წლებში უფრო ბევრი მშობიარე გვხდებოდა, წელს 2 ყავს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ახალგაზრდა დედას, ყველა დედას მინდა მიულოცო დღევანდელი დღეუსურო ჯანმრთელობა და წარმატებები. 3 მარტის როგორც დედის დღის აღნიშვნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროს დაწესდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 3 მარტი ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.